პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად კინოფილმებით სახელდება. ტიტრებში უმეტესწილად მხოლოდ ძირითადი კომპოზიტორის გვარი იწერებოდა. გამოყენებული მუსიკალური ნაწარმოებების რეალური ავტორები კი ჩრდილში რჩებოდნენ. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს ჯურღაის ფარი, რომელიც 40-იანი წლების ფილმია, კინოკომპოზიტორი გახლავთ დიმიტრი არაყიშვილი და აი ტიტრებში იქ ეს არის ერთადერთი გამონაკლის შემთხვევა, სადაც ჩამოთვლილია იმ კომპოზიტორთა გვარები, რომლის მუსიკას კინოს კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი იყენებს ფილმში. ანუ ეს ხო განსხვავებული ცნებაა კინოკომპოზიტორი და კინოს მუსიკის ავტორი. მითითებულია, რომ გამოყენებულია ფრაგმენტები მელიტონ ბალანჩივაძის, ანდრია ბალანჩივაძის, ზაქარია ფალიაშვილის, კიდევ არის ორი სხვადასხვა კომპოზიტორის ოპერებიდან არის გამოყენებული ფრაგმენტები. ანუ მეორე მომენტი კინომუსიკამაც ძალიან დიდწილად დააშავა, შეიძლება ითქვას. ხელად გიპოვე. ჩექვევი. ჩვენ სტომას ძალიან მოეწონა რა. რაც კიდახავს ვერ ადახავთ ეს ფილმი, ხო იცით? თებად გაზდებს სულ ეს მოხაბაზი გიორგი ჩვილიშვილის თავიდან ბოლომდე. მაგრამ გაორკესტრებულია ბრწყინვალედ რევაზ მლაღიძის მიერ. თვითონ მიხეილ ჭიაურელი და გიორგი ჩვილიშვილი მეგობრები იყვნენ. ორივე ისიც მიხეილის შესანიშნავად მღეროდა, სხვადასხვა ძალიან ჭირი კაცი იყო, მოკანტაკეც იყო, რეჟისორიც იყო და მომღერალი დიდებული. მოვიქცეოდით. აჰა შენ. პარტნიორები იყვნენ, ესტრადაზე გამოდიოდნენ ერთად ჩუბილიშვილი და ჭიაურელი. და უყვარდა, რომ ჩადაწერებიც არსებობს როგორღერის ქალმონახე ფეხშიშვილი, თვითონ როგორღერი მშვენივრად. მაგრამ ტიტრებზე ჩუბილიშვილის გვარი არ აღიბეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს სიმღერა გაზდებს მონად. ხალხმა რასაკვირველია მოგვასვენებმა სხვა თაობებმა გადაწყვიტეს, რომ ეს სიმღერა ეკუთვნის რეზო ლაღიძეს. შვიდობით ჩემო საყვარელო გოგი. აი, შენი კაპუნი. გულზე დავიდებ და ისე მოვკვდები. პიროვნებაზე არასოდეს ხმა სიტყვა არ დაბიძრავს საფსაკითხზე. და მე რეზოს ქალიშვილს ლელას მოუხდები საჯაროდ. თქმა რომ ეს სიმღერა მამას კი არა, არამედ გიორგი ჩუბილიშვილს ეკუთვნის. რეზოს იმდენი მარგალიტები აქვს, რომ ეს არ ჭირდება, ხო მასეა. აი ასეთ გავოგებრობებს ვაწყდებოდი. მხოლოდ ბოლო კვლევებით დავადასტურეთ, რომ ფილმ ქეთო და კოტეში, რომლის კომპოზიტორი, კინოკომპოზიტორი გახლავთ არჩილ კერესელიძე, ავტორი იყენებს რასაკვირველი ეყრდნობა ვიქტორ დოლიძის საოპერო მუსიკას, იქცევე გვხვდება მისი შექმნილი ორიგინალური კომპოზიცია მუხამბაზი და იყენებს ნაკლებად ცნობილი კომპოზიტორის შალვა თაქთაქიშვილის ძალიან პოპულარულ სიმღერას ერთხელ ვიხილ. ეს არჩილ კერესელიძემ რა თქმა უნდა იცოდა სხვა შემთხვევაში არ მიმართავდა ამ სიმღერას, მაგრამ დროთა განმავლობაში იკარგება. ანუ მხოლოდ სააფიშო ფონდის გაუმართავობა და მხოლოდ ძველი ტრადიცია არ არის ამის მიზეზი. ამ შემთხვევაში ისევ წავედით ჩვენ კინომუსიკისკენ და ერთ-ერთი ფაქტორი ალბათ ესეც არის. თორემ შალვა თაქთაქიშვილის ცოცხლეში ეს სიმღერა ცნობილი იყო, როგორც მისი, მაგრამ შემდგომ და თანდათან ეძლევა ის დავიწყებას. და თქვენ ახსენეთ წეღან დაკარგული 64, სადაც ხვდებით ზესტაფონოს, რომელიც ასევე ქალაქური ფოლკლორის ნიმუშად იყო მიჩნეული, მაგრამ ანდრია ბალანჩივაძის არის.
და ისევ მინდა ერთი პოპულარული სიმღერა აღვნიშნო, ასევე ანდრია ბალანჩივაძისა, ამჯერად სხვა ფილმიდან, რომელიც რატომღაც ქართლ-კახური ფოლკლორის ნიმუშად არის მიჩნეული, ვეფხია ბიჭო მესროლი ყვავილი. და თანამედროვე ფოლკლორული ანსამბლები მას ასრულებდნენ როგორც შენ ერთხელ ბიჭო მესროლი ყვავილი. ესეც ანდრია ბალანჩივაძის სიმღერა გახლავთ. მე ახლა დავბრუნდები. ზოგადად ლაღიძის მუსიკას, აი სახალხო კომპოზიტორად შემთხვევით არ მოვიხსენიებთ, დაჰყვა ეს ბედი, რომ მისი ძალიან ბევრი სიმღერა მიჩნეულია როგორც ხალხური და არეულია ხალხურ სიმღერებში, იმიტომ რომ სტილისტურად, ენობრივად და სხვადასხვა კომპონენტებით ლაღიძე როგორც ძალიან ეროვნული კომპოზიტორი, ქმნიდა ისეთ ორიგინალურ მუსიკას, რომელიც დამყარებული იყო ქართულ ხალხურ ფოლკლორზე. როგორც მიმიწოს ფერზე და ნელდაიგა მაგებინა შენ რაგული გავჩენზე და ხმამა იღეფანდურო. მაგალითად ჩემი მაგალითად შემიძლია თქვა სამუსიკო სკოლაში მასწავლებდნენ როგორც ხალხურ სიმღერას. ესე იგი პირველად ეს სიმღერა სწორედ გვხვდება შეწყვეტილ სიმღერაში. იქ არის ინსტრუმენტული თანხლებით და შემდგომ უკვე გია ყანჩელი და ჯანსუღ კახიძე იყენებენ ამ მოტივს ხალხური ვარიანტით, უკვე ხალხში გავრცელებული ვარიანტით, როდესაც ჰაერი და ჰაერსა და მიწას შორის ხდება კავშირი სწორედ აი ამ სიმღერის მეშვეობით. არა, ნამდვილად არ არის ეს სიმღერა ხალხური, რევაზ ლაღიძეს მიეწერება. კინოფილმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ისინი ინახავენ ხო მართალია ამას, იმიტომ რომ არა მარტო კომპოზიტორებზე აქვს საუბარი, აი კომპოზიტორები ფილმებში იწერება. კომპოზიტორები მაინც ხო მართალია, ტიტრებს უყურებთ და ფილმებში არის. მაგრამ შემსრულებლები, რომლებიც ფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, აი თანაბარი დატვირთვა აქვს ხო მართალია, ხა შეიძლება ვერისუბრის მელოდიებში არ ეწეროს, რომ ნანი ბრეგვაძე მღერის. არ წერია. არ წერია, იგივე თუნდაც შეხვედრა მთაში. მთელი აი ეს ფილმი არის აგებული ერთ ქალზე ხო მართალია, რომელიც მღერის ამდენ სიმღერას. გზები მაინც გამინათემთარეო Заборот Равкна мецерт китилцо დავაშავიდე აი თუ ჩვენ ახლა ჩვენმა თაობამ, ჩემი შვილების თაობამ, აი ეს ერთმანეთს არ გადასცეს და თაობებს არ გადასცეს, ფაქტობრივად დაკარგულია შემსრულებლის ვინაობა, რომელიც არის ძალიან დიდი შეცდომა ვფიქრობ და შეცდომა იმდენად არა შეიძლება უფრო მკვეთრადაც თქვა თუ დანაშაულია მომავალი თაობის წინაშე. სიხაღვინო მირცევნია ასით უბნის ქონებას არ გავსემ ხმას ახარბკაცო არ გაიფიცოს მძინარე არც იმის ხიზე გამივლი მე კი გასაგებია რომ ბუბაკი კაბიძე მღერის მაგალითად ფილმში ხო და ვიცით რომ ბუბაკი კაბიძე მერწმუნეთ რომ თუ ხშირად არ მოასმენინე დაუშვათ და ბუბაკი კაბიძე ხვალ ჩემ შვილიშვილს უკვე ის არ ეცოდინება არ წერია არ და იქ მთელი მარგალიტებია მართლა რამაც შეკვაძე მღერის ბუბაკი კაბიძე მღერის ანუ ვინ ასრულებს სიმღერას ეს აუცილებლად უნდა ითქვას ბანკის როცა გაიგე კარგი ტერტერასავი საფტოსაც რომ არიგებ
მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი სხვა შორის ნანა ჯანელიძეს, რომელმაც იავნანა ფილმში ფაქტობრივად პირველმა დაწერა, რომ ღერის თამრი კოჭოხონელიძე, მე ისე გამიკვირდა, რომ დავინახე, მაგრამ გასაგებია, რომ სიმღერა მთავარ როლშია იქ. მაგრამ მთავარ როლშია ის სიმღერებიც, რომელიც მე ახლა დაგისახელეთ. ასე აი ნელ-ნელა ქრება. მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვფიქრობ, რატომ იკარგება. ერთია, რომ ის ტენდენცია უნდა მოისწოს აუცილებლად ის მართლა რაღაცა საშინელი ის, რომელიც თვითონ რეჟისორები ალბათ გადამღებ ჯგუფს გულისხმობ, რა რაღაცნაირად მეორე ხარისხოვნად თვლიან იმას, რომ დავუშვათ შემსრულებლებზე გულისხმობ ამ შემთხვევაში, თუმცა კომპოზიტორები იწერება და მეორე, ეს არის, როდესაც სცენაზე ცხადდება. საკონცერტო ესტრადაზე დამკვიდრდა არასასურველი ტენდენცია და ჩვევა. ეს საესტრადო მუსიკის კონცერტების დროს უმეტესად არ ცხადდება ავტორების, კომპოზიტორების გვარები. ეს ინერციით გადავიდა ტელეარხებში, რადიო გადაცემებში, რაც ფაქტურად იწვევს ავტორების, კომპოზიტორის და პოეტების საავტორო უფლებების დიდ სერიოზულ დარღვევას. აი სცენაზე, თქვენ ახლა მოისმენთ ამის და ამის სიმღერას და ეს ამის და ამის არის შემსრულებელი. თუნდაც მერაბი სიტყვაზე ვამბობ, ხო? თქვენ ახლა მოისმენთ მერაბ სეფაშვილის არ არის. მერაბ სეფაშვილმა შეასრულა ეს სიმღერა და ვისია, იმას არ ამბობენ. მაგრამ არ ამბობენ, ალბათ კიდევ აქვს ამას თავის მიზეზი, იმიტომ რომ არ იციან. ეხლა ეს რატომ ხდება, ამას თავისი მიზეზები აქვს, მე ამაზე არ ვილაპარაკებ. აქ სხვა ანგარიშებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს არ შეიძლება, უნდა ცხადდებოდეს, ვიცით, რამდენი სიმღერა მაქვს ფეხსიერებაში და აი თქვენ ახლა რაღაც სიმღერა გაიხსენეთ, ავტორი ვერ დაგესახელეთ მე. ეს იმიტომ, რომ ამ ავტორის გვარი არც ტიტრებზე იწერება, არც ცხადდება. ეს მე მგონი გამოსასწორებელია ეს ამბავი, ამაზე უნდა ვიფიქროთ სერიოზულად. ამიტომაც ვივიწყებთ ხოლმე ძალიან ცნობილი სიმღერების ავტორებს. პირველ რიგში ამას უნდა მივხედოთ. ჩემი აზრით ასეა. ეს აუცილებლად სასწრაფოდ საშველია. ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავად მუსიკოსების იმ ადამიანების, ვინც ამ სიმღერას ასრულებენ, დავუშვათ, ხო? აიღეს, ხო? დავუშვათ ძველი რაღაც რეპერტუარიდან, გამოაცხადე რა. გამოაცხადე, თქვი, რომ მე ახლა შეგისრულებთ ამის და ამის სიმღერა. ან თუ ყავს კონცერტს, კონფერენციე, ის უნდა გავიდეს და მან უნდა თქვას, რომ ეს ამა თუ იმ კომპოზიტორის არის, რომ ეს არ დაიკარგოს. იცით, კიდევ ახლა ახალი ტენდენცია გაჩნდა ცნობილი კომპოზიტორების სიმღერების ახალ-ახალი ვერსიები. იცით, მე არ მივესალმები ამ ამბავს, იმიტომ რომ თუ შენ კომპოზიტორი ხარ, ვერსიების ვერსიები უნდა გააკეთო, შენი ორიგინალური სიმღერები უნდა დაწერო. თორე ამ ვერსიების დროს იკარგება ხასიათი ამ სიმღერებისა, სახე სიმღერებისა. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ძალიან დიდი სიმდიდრე და არაერთხელ მიფიქრია და მithქვამს კიდეც რა, რომ ფრესკას აქვს დღეს თანამედროვე სახე. მიდი და ამოჩიჩქნე, აბა. ეს არის ზუსტად ამოჩიჩქნა. და ეს არის სულიერი კულტურის ნიმუშები, რომლის პატრონებიც ვართ ჩვენ. მიხვდით? და იქ ამის უფლება ჩვენ
პირველ რიგში ჩვენ თავს არ უნდა მივცეთ. დაუშვათ მაგალითად სულხან ციცაძის მაშაჯუკის სიმღერა დაუშვათ ესე გაბახსენდა ახლა ეს როგორია ჟანრული ოპტიმიზმით დაწერილი იქ სხვა ენერგია ეს სხვათა შორის არ არის ინტიმური ხასიათის სიმღერა რაღაცნაირად უცბად ის იღებს რაღაცა ლირიკულ სენტიმენტალურ ხასიათს შეცვლილია რისთვის აგებს სიმღერა თავარია შენ როგორ მიაწვდი ამას რომ ეს შენი სიმდიდრეა ეს შენ უნდა შეინარჩუნო და ამას შენ უნდა უპატრონო ყველა მიმართულებას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ დრო მოიტანს მე იმას რამდენად დარჩება ის ხო მართალია ხო რამდენად დარჩება ხო მაგრამ აი ამ შენ უნდა დატოვო იმიტომ რომ დასატოვებელია ხელს შეუხები უნდა იყოს გახალხურება სხვა პროცესია და ასე ვთქვათ ვისი ვერსიის ახალი ვერსიის შექმნა მე მგონია რომ ეს არის არასწორი მიდგომა ეხლა რაღაც კონკურსი იყო არ ვასახელებ ამ ყველაფერს მაგრამ კონკურსანტმა ისე იმღერა გოგით საბაძის ფილმიდან უბრალოდ ფილმიდან ვერისუბნის მელოდიები გოგით საბაძის ტრიალებს რომ ალბათ საფლავში ტრიალებდა გოგით საბაძე იმიტომ რომ ვერაფრით ვერ უბრალოდ ვერც მიხვდებოდი თუ არა სიტყვები კლასიკოსებს როგორ საოცარ ხო რემიქსებს რო ეძახიან უკეთებენ მაგრამ იმას ისეთი სერიოზული მუსიკოსი აკეთებს რომ ძალიან საინტერესოა იმის მოსმენაც იმით მაგრამ თავარს სულს არ უკარგავს აი სულს არ უკარგავს იმ ნაწარმოებს ხო ესა თუ ის კარგი მუსიკოსი აი აქ მაგალითად იყო ის რომ ზუსტათაც რომ აი ძალიან ცუდი აღსაქმელი იყო იცით როგორი იყო ჩემთვის არც მოგინდებოდა იმის კითხვა ვისი ავტორი არც მოგინდებოდა იმის გაკითხვა და მე არ მინდა რომ სხვა ახალგაზრდებმა მაგალითად იმისნაირად იმღერონ იმიტომ ისე მღერის იქ ბუბაკი კაბიძე არც იმას ვამბობ რომ ბუბას მიბაძონ უბრალოდ პირველ წყარო უნდა იცოდნენ აუცილებლად მე ნახონ აბა რა სინდისით გააკეთებენ და როგორ მიუდგებიან ამა თუ იმ ნაწარმოებს ხო რასამ ქვეყნად სოდობრალი ტრიალებს ზეცა როგორ არ შავდებანეთა ტრიალებს ბეთის ბორბალი ტრიალებს ტროვიდის დროუცებ გაგავატიალებს მეგობრი საავტორო უფლებების ორგანიზაციებმა უნდა ყურადღება მეტად გაამახვილონ ამ საკითხს. ეს ჩვენთან რამდენადაც ჩემი წარმოდგენით მე მოცილებული ვარ ამ სტრუქტურას, მაგრამ მეტი ყურადღება სჭირდება. დასავლეთში ეს ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია, აი მოწინავე ქვეყნებში. ვერ შეეხები ვერაფერს თუ იქ შენ დებართვა კი არა, რაღაცას შეთანხმები, კონტრაქტები არსებობს ალბათ. ეს ასე ხელწამოსაკრავი არ არის ეს. ტექნოლოგიურ ეპოქაში, როდესაც სიმღერის ჩაწერა მობილურითაც კი წამებშია შესაძლებელი, ავტორის დაკარგვის პრობლემა მაინც რჩება. სავარაუდო მიზეზი უყურადღებობა და უგულისხმურობაა. ეს ყველა სპეციალისტების ნაკლიც არის, რაღაცა უგულისხმურობა ჩანს ამაში. არ არის რაღაც პროფესიული პასუხისგებლობა. ან ნიჭერება დროზე ვერ შევაფასეთ, ესეც არის ისტორია იცნობს ასეთ ფაქტებს, რომ კლასიკოსების ნაწარმოებები თავის დროზე ვერ დაფასდა და საუკუნეები დასჭირდა და ათეული წლები რომ თავისი ადგილი მოეპოვებინათ, მაგრამ სასიმღერო ჟანრს ეს პრობლემები არ უნდა ჰქონდეს წესით. ამიტომ ყველას არ ვიცი მე სპეციალისტებს თუ ასე მეტი გულისხმერება საჭირო ნაწარმოებების და ავტორების მიმართ. ანუ გარკვეულწილად კინომუსიკამ თავის დააშავა. ქართულ ტრადიციასაც მივაწერდი მე ამ კომპოზიტორების დაკარგვის საკითხს. იმას რომ მუსიკოლოგია იმ პერიოდში არ არსებობდა და აი ცნობილი სიმღერები, რომელიც ჩვენ დღეს ხალხური მგონია ან ქალაქური ფოლკლორის ნიმუშად არის მიჩნეული, მისი ავტორები ამდენად არ არის ცნობილი, იმიტომ რომ არ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამას დაწერდნენ, აღწერდნენ ფაქტს და აფიშების შემთხვევაშიც არ იყო მაინც რა მაინც ესე ვთქვათ ის ცოდნა, რაც გულისხმობდა აფიშის აკადემიურ ენაზე გამართვას. ეს არის შენი სახე.
იმიტომ რომ ეს არის შენი სავიზიტო ბარათი. საოცარი კომპოზიტორები ყავს. მერი დავითაშვილი, სანამ მერი დავითაშვილი ქართველ ბავშვებთან არ იქნება როგორც სამაგიტო წიგნი და ჩიტო ნაცარათი არ გაზრდი დილამშვიდობის აი ამ საოცარი სიმღერით და თუნდაც მიყვარს ხტუნვა თამაში დღეს არ კადრულობენ. იცით თქვენ რამდენი სტუდია ვიცი რომელიც უბრალოდ საერთოდ არც გადაშლის მერი დავითაშვილის ნოტს და ამ დროს 3-4 წლის ბავშვს რა უნდა ასწავლოს სხვა თუ არა მერი დავითაშვილის შემოქმედება. ისე ჯავროს მამიკო თითქოს პატარობისას თვითონ თელქი არისო დელა როგორ შეიძლება რომ აი ეს კომპოზიტორი რომელიც სოფლიო ათეულშია შესული როგორც საბავშვო სიმღერების ავტორი იცით სოფლიო ათეულშია მერი დავითაშვილი კი რანაირად შეიძლება ეს რომ არ მესმის ეს ისეთი ნაფიქრია კამკალს აი ინტონაციურად აი როგორ უნდა წავიდეს მელოდია მე როგორ უნდა გაზარდო მე ნახტომები როგორ უნდა გააკეთოს პატარამ და ისე იოლად ითვისებენ მე უკვე სხვა სიმღერებს შენგი გალო პატარა დილამში დობისა მერი დავითაშვილის აი ამ სიმღერებს მოასმენინებ და ასწავლი. მე სხვა სიმღერა ცუდი უხარისხო არა ლოგიკური მელოდიით მაგალითად არ მოეწონება. ის ბავშვი უკვე თვითონ მზად არის იმისთვის, რომ მე ეს ყველაფერი სული არ მოუგლიჯოს სიმღერას დიდობის ასაკში. სხვა ბაზისია, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რაც თავარი აუცილებლად უნდა იცოდეს აი ამ ბავშვმა თავის დროზე, თუნდაც მერი ბებოს დაწერილია ეს სიმღერა და მე იკითხავს ის მერი ბებო რა გვარი. ეს ხალი აი ჩვენთვის საამაყო ხალია ხო გეუბნებით და აი ასე რა ვიცი ჩვენ ისეთი კომპოზიტორები ხალები ყავდა და არა მარტო ხალები ნამდვილად გვაქვს საამაყო და ამათი გვარების დაკარგვა და ამათი 8 წლის დაკარგვა ეს არის ძალიან დიდი დანაშაული მე რომ გითხოთ და ამიტომ კეთილი ინებონ და ჯერ გაიგონ ვისია სიმღერა თუნდაც შემსრულებლებმა ვის სიმღერას ღვერიან და მე უნდა გამოცხადდეს აუცილებლად უნდა გამოცხადდეს და აი ეს ნელ-ნელა მიეჩვევა ყური მიეჩვევა ამას რომ თურმე ამისია ეს სიმღერა თორე სხვა ხა მე ვერ გეტყვით ხა ამის ბოლომდე აღმოსაფხვრელ წამალს მაგრამ ფიქრობ რომ ერთ-ერთი გზა მაინც ეს არის ეს ჩემი მოკრძალებული ასე ვთქვათ სურვილიც არის და რაღაცნაირად არ ვიცი ჩევა არა არ მეყვარს ეს სიტყვა, მაგრამ აი ფიქრობ მაინც ერთ-ერთი გზა არის. იავნანას დედასავით თკბილად მღერია ცელქის იოსა და მღერის აქ სულსვარი და სამშობლოს ჩურჩული დედის ხმარი გადახედენ თებსაზიდო გორიათება განაღველი ღრუბელი გაიფანდება სიამრი ხმასხანადელოს თითქოს ღვარი საყვარელი სამშობლოა დედის ხმარი
საყვარელი სამშობლოა, დედი